სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1985 წლის 30 იანვარს. ჩვენ გადავედით 31 ნაწილზე, რამოდენიმე დღეა და ეს არის შემდეგი კითხვა, რომელიც მე თუ მკითხავთ, ძალიან საინტერესოა. როდესაც ამას კითხულობდი, კიდევ ერთხელ გამახსენდა ის, თუ ჩვენი მსმენელი გუშინაც მივიღე რამოდენიმე წერილი იმის შესახებ, რომ უსმენენ და ძალიან სიამოვნებით ასევე წყაროები, რომელიც დასახელებული იქნა, ეს იყო Warren Wiersbe და სხვა წყაროებიც თხოვეს, რომელიც მათ აინტერესებდათ და გაუზიარე, ახალგაზრდები არიან ძირითადად და ძალიან სასიხარულო, სასიამოვნო არის ზოგი ბათუმიდან, ზოგი რუსთავიდან, ქუთაისიდანაც მე მგონი და დაინტერესებულები არიან და მე კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რომ ძალიან მარტივია თუ ჩვენ მოვისმენთ და ბიბლია გვეუბნება, რომ რწმენა მოსმენისაგან არის და მოსმენა ღვთის სიტყვისაგან. როდესაც შენ აღარ გაქვს კომპლექსი, რომ ელემენტარულად კრიტიკული ქარცეცხლის ქვეშ დააყენო ის, რასაც შენ ბავშვობიდან გეუბნებოდნ, სტექაროსნობა, ან კიდე რაღაცა ეს შავი სამღვდელოება, დაკაბალება და როდესაც შენ ისმენ აი ამას, იღვრება ღმერთის სიტყვა შენს გონებაში, გულში, სულში და უკვე შენ იმის ერთგული ხარ და არა ვიღაცა პიროვნებების და ავტორიტეტების. შენი ავტორიტეტი ხდება უკვე ბიბლია და ხვდები, რომ სულიწმინდა იქიდან შენ გასწავლის და გელაპარაკება. ძალიან მარტივია, უბრალოდ ახირებული არ უნდა იყოს ადამიანი და არ უნდა ქონდეს მოწამლული ტვინი, რომ ეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თითქოს ეს არის იეღოველობა, ბიბლია არ უნდა იკითხო. ნახეთ, შეიცვალა ახლა ეს მიდგომა და გამოვიდნენ ბიბლიის ინტერპრეტატორებიც. ახლა ვეღარ იტყვის ხო მართლმადიდებლობაში, რომ იცი რა ბიბლია არ იკითხო და რაღაცა. და ყველა აიძულეს, თვით ანტონი, თვით ეს ბნელი იაკობი და ესენიც აიძულეს თეოდორ გიგნაძეებმა, გურამ ოთხოზორიებმა, ვინც არიან რეფორმატორები, ხო? რომ ხელში აიღონ ბიბლიაც და ბიბლია დაიჭირონ. იქაც აი პიროვნება რო არის პატრიარქის შემცველი მოხევე რო არის, ისიც ბიბლიას კითხულობს იქ სადღაც მთაში არის ხო გამომწყდეული. მაგრამ რა არის ინტერპრეტაცია? წმინდა მამებით. განა თქვენ გაეუნებიან გესმით, რომ თქვენ თვითონ მიხვიდეთ და ღმერთმა გაგიხსნათ ტვინი. არა, ისინი წმინდა მამების და მოთარგმნილია, რომ მათ არ შეცვალონ ის, რაზეც ისინი ცხოვრობენ. ანაფორა, ხატი, სანთელი და თავისი ავტორიტეტი, რომ გაამაყებულები თვითონ იყვნენ დამოძღრავები და ჭეშმარიტი ახლა არც იცნობ თქვენ ათ შეხებაში არ ხარ ჯონ მაკარტურთან, არც მე არ ყოფილვარ ერთი გარდა სურათისა, რომ გადავიღე 5 წუთი თუ 10 წუთი დაველაპარაკე, მაგრამ მე რაც მომეწონა მისი, მან თავისუფლად დამეხმარა, რომ მივსულიყავი იესო ქრისტესთან. აი ამას თუ არ აკეთებს ქადაგებელი იქნება მასწავლებელი, ჩათვალეთ, თავისთან კი არ უნდა მიგიყვანოს. თვითონ კი არ უნდა დაგაკაბალოს და დაგიმეგობროს და მოგესიყვარულოს, არამედ მან უნდა მოგცეს თავისუფლება, რომ შენ გაიცნო იესო ქრისტე ბიბლიის მეშვეობით და შენგან არანაირი გამორჩენა მას არ უნდა უნდოდეს. თუ შენ რაღაცას მერე გაიღებ და რაღაცა ის სხვა საკითხია, მაგრამ ის უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური. აი როგორც შულთან მიმართებაში. იცით რომ ძალიან ბევრი მშობელი ხელსაფარებს თავის შვილს, უმალ სხვას ათხოვს ბევრ რაღაცებს, მაგრამ თავის შვილს ხელსაფარებს ათამამებს, აზარმაცებს და მერე იცით რომ ღმერთს ეს არ მოწონს. და ანალოგიურად არის თუნდაც ქადაგებლების და იმის მიდგომა. შენ კი არ უნდა მიისაკუთრო ისინი, არამედ შენ უნდა გაანთავისუფლო, ქრისტე გააცნო და მათ თავისუფლად უნდა ქონდეს მერე შენთან ურთიერთობა. როგორც ხო იგითხარით, თანაბარ დონეზე. არანაირი ავტორიტეტი, არანაირი რაღაცა უპირატესო მას არ უნდა გააჩნდეს. იმიტომ რომ შენ არ იცი, დღეს გაქვს, შეიძლება ხვალე არ კონდეს. ამიტომ ფრთხილად იყავი, ვინც დგას, უნდა იცოდეს როგორ დგას. და რაც იცის, სწორად იცის თუ არა. იმიტომ ეს ცოდნა შენგან არ არის. ღმერთი ნებისმიერ დროს გონებას აგირებს და გამოჩნდები სასაცილო და როგორ გითხრათ იმათ. ასე რომ ეს რაც ღმერთმა აალაპარაკა ჯონ მაკარტური ახლა ხო თვითონ შეუძლოდ არის გუშინ მე გავაზიარე ფილ ჯონსონის მე არა ვარ Twitter-ზე, X-ი იგივე პლატფორმაზე და იძულებული ვიყავი გუშინ გავწერიანებული ვიყავი, იმიტომ რომ Facebook-ზე ისე აღარ აქტიურობდა. ფილ ჯონსონი არის მისი ახლო მეგობარი, ვინც ამ ვებ გვერდს ეს რასაც თქვენ იცნეთ ნათარგს ამას გაუკეთა ორგანიზება. Grace to Youth გენერალური დირექტორი, ესე ვთქვათ შეიძლება, ხო, ან CEO. და ისიც ძალიან ავად იყო, მას ქიმოთერაპია ჩაუტარდა
და გუშინ მისულად ჯონ მაკართურთან სანახავად 1 საათი დავყავიო და კიდევ შეუძლოდ არის, როდესაც ახლა იწყება წყემსთა კონფერენცია 5-დან 7-მდე თუ არ მეშლება და პარასკევს ჩაწერილი იყო საღამოთი 7 საათზე ჯონ მაკართური უნდა გამოსულიყო და ეჭვის ქვეშ არის გამოვა შეძლებს თუ არა. ხო და რატო ვამბობ ახლა ამას მე, ხო? მიუხედავად იმისა, ნახეთ ღმერთმა რამდენი აამუშავა, რამდენი რამე დაგვიდო, თვითონ ახლა ჯონ მაკართური შეუძლოდ არის. და მართლაც ამ ასაკში და ესეთ მდგომარეობაში ადამიანი უკვე აღარ უნდა ახვიდე კათედრაზე და აღარ უნდა იმასაკრა. იმიტომ რომ ადამიანებს შეიძლება რაღაცნაირად იცით ღმერთი დააკნინო ამითიც. მე ესე უყურებ და ამიტომაც იყო მაგალითად ლევიტელების გარკვეული ნაწილი 50 წლამდე უნდა ემსახურა და გასულიყვნენ. ლევიტელების 25-დან 50 წლამდე იყო, ხო? მაგრამ ეს ანიშნავს ახლა რომ პასტორები აბა დაუშვათ რაღაცა ზღვარი დაუდოთ. არა, 50 წელი შეიძლება, მაგრამ აი 80 წელი მე რომ ხედავ 80 წელი, ხო? უკვე ძალიან ის არის რა, უმეტესობისთვის ეგეც ინდივიდუალურია. მე მახსოვს ჩაკ სვინდელი უკეთესად გამოიყურებოდა ვიჯე ჩარლს სტენლი და ჯონ მაკარტურიც, ხო, ასაკში რო შევიდნენ. და უკვე 90 რახეთ ეს რა ქვია, ჯინ ჰაკმანი და კლინტ ისტვუდი რა მდგომარეობაში არიან. და ეს ვიზუალიც და ისიც მე მგონი მოქმედებს აღარ ვლაპარაკობ ხმაზე, აზრებზე გესმით? ხო, რომ მე მგონია რომ მოერიდნენ ძალიან კარგი იქნება და ჩვენ გვახსოვდეს ისინი იმ ქადაგებებიდან რომ შევატყობ ხოლმე და შევადარებ ქადაგებები მისი ახალგაზრდობის ძლიერ განსხვავდება. ენერგიულობით, წვენი და ყველაფრით აბსოლუტურად. ამიტომ ხალ ჩვენ რო ვთქვათ რომ აი მოსე 120 წლამდე იყო და ჩვენც ესე ვიყოთ, მე მგონი არ იქნება სწორი. 80 წლის დაიწყო მოსემ, როცა მოწოდებული იქნება, მაგრამ წარმოიდგინე ხა ეგრე მეთუშალახი და ადამი და ისეც ბევრი იცხოვრეს ნოემაც, ხო 950 წელი. მაგრამ ეხლა იცვლება სიტუაციები და ადამიანები ისეთი ძლიერები და ისინი აღარ არიან. ეს უბრალოდ ჩემი აზრის დაფიქსირებაა და ჩვენ უნდა ის სიყვარული, ის იმიჯი, ის ხატე სურათი კონდეს, რომელიც მან დაგვიტოვა, როცა ის დაუშვათ ესეთი მდგომარეობაში იყო, ხო, ძალიან ზენიტში იყო ერთგვარად, ხო? და აი გეუბნებით ახლა აი ამ იმასაც კითხვას რომ მოусმენთ, ხო, გაგიხარდებათ რა, ეს სიამოვნებას მოგვრით, როცა ბიბლიიდან, მხოლოდ ბიბლიიდან ვისარგებლეთ. აი ეს ახლა რასაც თქვენ მოისმენთ, არ არსებობს, თქვენ ვერ გაიგებთ ამას თეოდორ გიგენაძისგან. ვერც კათოლიციზმში, ვერსად ვერ გაიგებთ. მხოლოდ გაიგებთ ამას, ვინც არიან რეფორმირებული, ესე ვთქვათ, ქრისტიანები, რომელიც საფუძველი დაედო, რომელმაც კარგად გამოიტანეს ეს საგანძური ბიბლიიდან და ბიბლია არ შეიძლება რომ ტყუოდეს. და ბიბლიაშიც ასევე არ შეიძლება რომ დავიწყოთ რაღაცების წინააღმდეგობა, უნდა დავტოვოთ ეს პარადოქსები, რაზეც ადრეც სულაპარაკია ჯონ მაკარტურს და თქვენც მოგისმენიათ. და ამას მტკიცება არ ჭირდება, უბრალოდ თქვენც მოусმინეთ, აი რასაც ამბობს ელემენტარულად და მიაყურადეთ ბიბლიაში წაიგითხეთ ის ადგილები. მე 1-2 ადგილს ფართოდ წაგიგითხავთ, რომელიც მოყვანილი იქნა აქა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სასიცოცხლო მუხლები, რომელიც ჩვენ სიცოცხლეს გძენს. პირდაპირ გაგებით, როცა მეც ყოველდილას აგერ მოვდივარ ამებთან მუშაობ, ხო, მე სიცოცხლე მი განახლება ხდება. ძალების, სასიცოცხლო ძალების განახლება ხდება. ამას მარტო ბიბლია აკეთებს. და ბიბლიური მუხლები განსაკუთრებით. მარტო ის კი არა, ვინც ლაპარაკობს ბიბლიური მსოფლმხედველობით. არამედ ბიბლიური მუხლებს როცა ეზიარებით, აი ეს სიტყვები ღმერთს აკძალა და შემოდის და არა ხატებთან დგომა საათობით, ხო და სანთლებთან თავის რახუნი და კიდე საკმეველის ყონოსვა და მამაოს ხელის კოცნები და აღარ ლაპარაკობ ეს ფუნჯი რო და წყალს რო გასხურებენ მირონი და რაღაცეები, ხო? არა, აი ღმერთის სიტყვასთან დროის დაყოფა შეგნებულად გონებით, რა თქმა უნდა, ლოცვით მისვლა რომ ღმერთმა გაგვიხსნას და გაგვეხმაროს, აი ძლიერ ზემოქმედებას აკეთებს. Რამდენი მთელი დღე თქვენ ესეთი კარგი იმითი ხართ, განწყობით, კარგი აზრებით, ფიქრებით, იმიტომ რომ ღამე სიზმრები იქნება თუ ისინი რითიაც იყავით დაკავებული, გუშინ ჩვენ ახლა იმდენი ვილაპარაკეთ პოლიტიკაზე და ისე გავარჩიეთ თეთრი სახლის ამბები, ხო? შეშურდებოდა ეფესბეს, ცერეუს და სუსსაც. არ მგონია ვინმეს გაერჩია ეგრე, ხო? ყველა იყვნენ ჩართულები ძალიან დეტალურად და ძალიან ითი კითხვეს ზოგიერთმა რომ არ გამაგონოთ ტრამპი და გული მერევა, მაგრამ მე ძალიან ენერგიულად და იმათ ყველა ჩაერთო და თელი სოფლიო იყო ძალიან დაკავებული. მე ამგარეთ ოსკარები არ მინახია, კი თქვი რომ შეიძლება იმ ფილმში მსახიობს გაემარჯო და ფილმაც გაემარჯო და დირექტორმაც, ხო იცით ხომ ეს ანორა მე მგონი, ხო, ქალის სახელია და ნიშნავს მანათობელს, მე მგონი თუ არ მეშლება. და იქ რუს ოლიგარქზე რო არის ბაბიჩზე ფილმი, ეს ებრაელი უნდა იყოს რეჟისორი.
ნიუ-იორკში გაზრდილი და აი ამ თემამ ძალიან იმასაკრა და ხედავთ ბრუტალისზე ეგონათ რომ მოიგებდა და მე რო ჩავიხედე დღეს დილად არ ქონდა ნაყურები, უბრალოდ ჰაილაითები რო ვნახე, დედის გინები თუ ტრამპის გინებით შემოვიდა, ესა რა ქვია, რობერტ დე ნირო, ხო? ეს რაც დილით იმასაკრა, მაგრამ საღამოთი მე სულ სხვა რამებით ვიყავი დაკავებული, ფილმს უყურებდი და არც გამხსენებია სიმართლე გითხრათ. არც სპორტი და ისინი აღარ მიზიდავს ისე, მაგრამ საქმის კურსში მინდა ვიყო, რომ ელემენტარულად რა ხდება, ხო, ჩემს ირგვლივ. თემ შვილები იქნება თუ ვინც იქნება, ვინც დაკავებულია, რომ იმათ უპასუხო რაღაც ჩემი აზრი მქონდეს. ესე რომ ან ორაზე მე მომაწოდეს ინფორმაცია და მეც ვფიქრობდი, რომ შეიძლება მაგას იმას ეკნათ. ბორისოვია ეგეთი მსახიობი და იმას გაემარჯვა დამხმარე მსახიობის მამაკაცის როლში. და ფილმისთვის მიუცია და დირექტორისთვის იგი თავარი ფილმი ეკ-ყოფილა რა. დიახ, აი მოვსვინოთ ახლა ეს კითხვა, რა კითხვა არის აქ დასმული და რა საინტერესოდ არის პასუხიც გაცემული, რომელიც თქვენ მე მგონი მოგისმენთ კიდევაც. საქმე ეხება ჩვენ წინასწარ სამყაროს გაჩენამდე განზრახვით, რომ ვიქენით კრავის სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი. საღამო მშვიდობისა ჯონ, როდესაც ვსწავლობდი იოანეს მე-17 თავს, იოანეს სახარების მე-17 თავს, მე უსმენდი თქვენს აუდიო ფირებს ამ კვირის განმავლობაში. და მე მინდა ერთი რამე ვთქვა, ვადიდებ ღმერთს, რომ მე გადარჩენილი ვარ და ვიცნობ იესო ქრისტეს. და ერთი რამ, რაც ამომიტივტივდა ამ ფირებში, იყო ის, რომ ჩვენი სახელები უკვე ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. და ფიქრობ, ჩემი შეკითხვაა, არის თუ არა ეს წინასწარ განზრახვის შედეგი. და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ადრეც გაეცით ამ კითხვას პასუხი და ალბათ ეს აუდიო ფირებზეა, მე უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ მივედი მაგამდე. და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ზუსტად წინასწარ განზრახვას შედეგია. და ამ კითხვაზე მე ადრეც გაგეცით პასუხი. და მე არასოდეს ვიჭოჭმანებ და არ ვიყოყმანებ ამაზე პასუხის გასაცემად. რადგან მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს პასუხი ბიბლიიდან, რომელიც ამას ხსნის. და ყველას, ვისაც სწამს ბიბლია, უნდა სჯეროდეს წინასწარ განზრახვის. თუ არა და მაშინ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ რამოდენიმე მუხლის ბიბლიიდან ამოღება და გავცხრილოთ ბიბლია. აი მაგალითად. მთლიანად წაგითხავთ ამ ნაწილს, ეს ყველაზე ცნობილი ნაწილი ეფესელთა წერილის პირველი თავის. პავლე იესო ქრისტეს მოციქული ღვთისნებით ეფესოში მყოფ წმინდანებს და ერთგულებს იესო ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში. როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმინდანი და უბიწონი ყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნების სათნოებისამებრ. თავისი მადლის დიდების საქაებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში, რომელშიც აქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით, რომელიც უხვად მოგცა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით. გვაუწყარა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში, რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა. მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებული. ნახეთ, რამდენჯერ არის ნასწენები უკვე წინასწარ, უკვე მეოთხეჯერ ვახსენეთ მე მგონი ამ მარტო ნაწილში. ვიყავით განწესებული მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნებასრულით იქრს, რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად, ჩვენ, რომელთაც წინასწარ ქონდა კიდევ ერთხელ, ქონდა ქრისტეს იმეთი. ნახეთ რამდენჯერ და მაშინ ესე იგი ეს მუხლები ყველაფერი უნდა იგნორება გაუკეთოთ ხო ამას. ჩვენი სახელები დაიწერა კრავის სიცოცხლის წიგნში სამყაროს დაარსებამდე. ნათქვამია რამდენჯერმე გამოცხადების წიგნში. წინასწარ განსაზღვრული, არჩეული, წინასწარ ჩაფიქრებული ყველაფერი ამას რაც არსებობს. აი გამოცხადების ერთ-ერთ წაგიკითხავთ ერთ-ერთ ნაწილს გამოცხადების მე-13 თავს. და დავინახეთ ზღვიდან ამომავალი მხეცი 7 თავი და 10 რქა რომ მქონდა. რქებზე 10 დიადემა ედგა, თავებზე კი საგმობი სახელები. მხეცი მე რომ ვიხილე ავაზას გავდა. ფეხები დათვის ტორებს მიუგავდა, პირი ლომის ხახას და მის სამას. გველეშამა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება, ანტიქრისტეზეა ლაპარაკი. და ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა და მთელი დედამიწა განცვიფრებული გახვა მხეცს. და თაყვანისეს გველეშაპს ძალაუფლება რომ მისცა მხეცს
თაყვანს სცემდნენ ხეთს და ამბობდნენ, ვინ არის ამ ხეთის თანა, ვის ძალუს მასთან შებრძოლება და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი და მიეცა მას ხელმწიფება 42 თვეს სამოქმედოდ. გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე და ცაში დავანებული და მიეცა მას, რომ ეომა წმინდანებთან და გაემარჯვა მათზე და მიეცა მას ძალაუფლება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე და თაყვანისსა მას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში. დაკლუ კრავს რომ აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან, ვისაც ყური აქვს ისმინოს. ეს ადგილი პატარა ნაწილი მოიტანა ჯონ მაკარტურმა, მაგრამ მე მთლიანად წაგიკითხეთ კონტექსტში რომ გწონოდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ადამიანი, ვინც ოდესმე მოდის ქრისტესთან, მსოფლიოს ისტორიაში მოდის ქრისტესთან, რადგან ის სამყაროს დაწყებამდე ღმერთმა აირჩია გამოსასყიდად. ეს სრულიად ნათელია და გასაგებად არის დაწერილი წმინდა წერილში. გასაგებია ხომ? ასე რომ ჩვენ გვჯერა ამისი. აბა პრობლემა რაშია? და პრობლემა ამის რწმენაში კი არ არის, პრობლემა ჩნდება, როცა ჩვენ ვიწყებთ უკვე ქრისტესადმი პასუხისმგებლობის მოწოდებასთან და ადამიანურ პასუხისმგებლობასთან ჰარმონიზაციას. სხვა სიტყვებით ვთქვათ, ჩვენ ვიტყვით, თუ ჩვენ ვიტყვით, კარგი, რადგან ღმერთი აკეთებს ამ ყველაფერს და ღმერთმა ამირჩია, მაშინ მე არაფერი არ უნდა გავაკეთო. თუ მას სურს ჩემი გადარჩენა, გადამარჩინოს რა, მე რა უნდა გავაკეთო. არ ვაპირებ ადგომას, ფეხის განძრევას. ჩვენ არ გვჭირდება მაშინ სახარების ქადაგება, ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს რამე უთხრათ, ყველაფერი დასრულებულია, თქვენი სახელი იქ არის ჩაწერილი. თქვენ ხარ თუ არა მერე, რა აზრი აქვს? რატომ უნდა ვახარებდე? ხალხი ვის სახელებიც იქ არის, მაინც მოვლენ. ვინც არ არის, არ მოვა. ამიტომ მე არ ვაპირებ ამაზე ფიქრს. ხედავთ? მაგრამ ამის პრობლემა ის არის, რომ ბიბლია ასევე გვასწავლის ადამიანურ პასუხისმგებლობას, რომ ვინც მივა ქრისტესთან, ის მიიღებს. ამას იესო ამბობს. არ მოხვალ ჩემთან რომ სიცოცხლე ქონდეს, მაგრამ თუ ჩემთან მოხვალ, სიცოცხლეს მოგცემ. და როდესაც ისინი არ მოვიდნენ, მან თქვა, რომ ეს მათი ბრალი იყო და არა ღმერთის. ასე რომ პრობლემა არის და მე მჯერა რომ ბიბლია ასწავლის წინასწარ განსაზღვრას და ყველა ვინც გადარჩება გადარჩენილია, რადგან ისინი დაიწერა სამყაროს დაწყებამდე და ასევე მჯერა რომ ის გვასწავლის რომ უნდა მიხვიდე ქრისტესთან და თუ არ მიხვალ, ეს შენი ბრალია და შენ იქნები პასუხისმგებელი, როდესაც ჯოჯოხეთში მოხვდები, რადგან შენ აირჩიე ქრისტესთან არ მისვლა და მას შეწინააღმდეგება. ახლა როგორ შევარიგოთ ესენი? აი, როგორ ასე. ეს შეუძლებელია. ეს არის პრობლემა, ასე რომ თქვენ არა, თქვენ ვერ გააკეთებთ ამას. თქვენ უბრალოდ უნდა დაიჯეროთ ორივესი. თქვენ ამბობთ, მაგრამ როგორ შეგიძლია დაიჯეროთ ორივე ურთიერთობებს საწინააღმდეგო რამ? ძალიან ადვილია. იმიტომ რომ ბიბლიაში არის ძალიან ბევრი რამე ესეთი პარადოქსული და ურთიერთსაწინააღმდეგო, აბსოლუტურად პარადოქსული ჩვენი ადამიანური გაგების დონეზე. ძალიან მარტივად მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ამის ილუსტრაციას. ვინ დაწერა მათეს სახარება? ეს არ არის რთული კითხვა რა. აი ვინ დაწერა, მე თქვენ გეკითხებით და პასუხს სცემს ის მათემ. ესე იგი მათე მარტო დაჯდა და დაწერა? და მე პასუხობსენ, კითხვის დამსმელთან დიალოგში შედის ჯონ მაკარტური და სულიწმინდა. ეს როგორ გავიგოთ? ესე იგი ერთი ნაწილი დაწერა მათემ, ნაწილი სულიწმინდამ? ან უთხრა რომ ერთი დაწერე შენ, მე მეორეს დავწერ, ესე გააკეთა? არის თუ არა მათეს ყველა სიტყვა ღვთის სულის გონებიდან ამოყოლი? ასევე არის თუ არა ყოველი სიტყვა მათეს გულიდან გამოსული? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს მათეც და სულიწმინდად? ეს გამოდის 200%. ეს შეუძლებელია. აი ზუსტად ეს არის ის, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, პარადოქსი. ასევე დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, იყო თუ არა იესო ღმერთი ადამიანი? პასუხი არის დიახ. 100% ღმერთი, 100% ადამიანი. თუ ნახევრად იყო ის ღმერთი და ნახევრად ადამიანი, ნახევარი კაცი არაფერი არ არის. არც ნახევარი ღმერთი არავის არის. ის იყო მთლიანად ღმერთი და ის იყო ასევე მთლიანად ადამიანიც. ასე რომ ესეც ასევე შეუძლებელია და ეს არის გადაუჭრელი რამ აშკარა პარადოქსი. კიდევ დაგისვათ შეკითხვას, ვინ ცხოვრობს თქვენი ქრისტიანული ცხოვრებით? თქვენ იტყვით, მე ჯვარს მაცვეს ქრისტესთან ერთად, მაგრამ მე ვცოცხლობ, მაგრამ არამედ ქრისტე ცოცხლობს შემით. ესეც იგივეა, ხედავთ? ნებისმიერ დროს, როცა თქვენ ზებუნებრივი ზემოდან ციდან რაღაცას ჩამოგაქვთ და აქ ადამიანურად გიდათ გახადოთ, ხო? ეს პარადოქსად დარჩება. მშვენიერი რამე ის არის,
და სასიხარულო ამბავი ეს არის, რომ ეს არის ერთადერთი უდიდესი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ბიბლია წიგნი დაწერილია თავად ღმერთის მიერ. რადგან თუ იმას დაწერდნენ ადამიანები, ისინი აუცილებლად ამ პარადოქსებს არ დატოვებდნენ, რადგან მამაკაცებს, ადამიანებს არ მოსწონთ პარადოქსები და ისინი ცდილობენ, რომ ისინი ყველანაირად მოაგვარონ. ხომ მართალია? ასე რომ ის ფაქტი, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რაღაცები, გვეუბნება იმაზე, რომ ღმერთის გონება ჩვენზე უდიდესად ამაღლებულია და მე ზუსტად ასეთი ღმერთი მიყვარს. მე არ მინდა ისეთი ღმერთი, რომელიც ჩემსავით ადამიანურად ფიქრობს და წინააღმდეგობით არის სავსე. ისე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უამრავი პრობლემა გვექნებოდა. ისევე როგორც წარმართებს აქვთ, ვინც თვითონ მოიგონა ადამიანების მსგავსად თავიანთი ღმერთები. ასე რომ, როდესაც საქმე ეხება წინასწარ განზრახვას და ადამიანის ნებას, როდესაც საქმე ეხება ღვთის სუვერენულობას და ადამიანის პასუხისმგებლობას, ჩვენ ვამბობთ, რომ ბიბლია ასწავლის ორივეს. ღმერთი ერთადერთია, ვისაც შეუძლია გაიგოს, თუ როგორ ჰარმონირდებიან, როგორ ერწყმიან ისინი ერთმანეთს. ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. მე კი მხოლოდ ის ვიცი, რომ გადარჩენილი ვარ და ამისათვის ვადიდებ ღმერთს. მაგრამ როცა ადამიანები არ არიან გადარჩენილები, მე მათ ფეხებთან ვათავსებ ამ პასუხისმგებლობას, რომ ისინი უნდა მივიდნენ ქრისტესთან. და ვერ ვიტყვი, რომ არაფრის გაკეთება მე არ მჭირდება, რადგან ბიბლია მიბრძანებს, წავიდე და მთელ მსოფლიოში უქადაგო იმ მისი სასიხარულო ამბავი, ანუ სახარება ყველა მის ქმნილებას. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.